მოგებულოთ, ჩვენ ქართველები მხოლოდ გარდამტყვეტ მომენტში, მაშინ როდესაც დაღუპვის კარცევას მიმდგარი, ვდგებით ერთად და ვერთიანდებით. ხოლო რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, როდესაც უკვე ერის გადარჩენაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ აღორძინებაზე, იქ კი ისევ თავს იჩენს ჩვენი პრომეთეული გოროზობა, ჩვენი ეს ოდით განძელი სენი და ჩვენ კვლავ ერთმანეთს შორდებით. იცით რა, შეიძლება საზოგადოება მის იქ ეს სიტყვები გაიგო იმ ხრივ რომ აი ჩვეულებრივ რო იციან დაშინება რომ აი ახლა ეს არ გააკეთო თორე შეიძლება აი რუსები შემოვარდნენ და დაგვსაჯონ და გამიგეთ აი ამ კუთხით შეიძლება გამოიწვია უკმაყოფილება ეს ხო მიმიხვდით რას ვაპარაკ ამ დროს როგორც ჩანს აკაკი ბაქრაძემ თქვა ის რაც არის რომ რუსები რა თქმა უნდა არაფერს არ დაერიდებიან და ტანკებით ერთი წლის მერე მაინც შემოვიდნენ თბილისში და მთელი ისტორიის განმავლობაში როცა ეს მათ იმპერიულ ინტერესებს ეხება, სადაც უნდა შედიან ტანკებით, რა თქმა უნდა, ეს გასაკვირი და ამაში რაღაც უცნაური ნამდვილად არაფერი არ არის. ჩვენ გქონდა, მაგრამ იცით რა არის, ჩვენ ვიცოდით იმ ეტაპზე, რასაც ჩვენ ვითხოვდით, აი ეს 88 წელს და რა ტიპის გამოსვლებიც იყო, რომ იქ იმ ეტაპზე ეს საშიშროება ნამდვილად ეხლა არ არსებობდა, თუმცა საშიშროება იმის, რომ მერე უკვე საბჭოთა იმპერია მთელ თავის ძალებს ჩართავდა ჩვენ წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ამის საშიშროება არსებობდა, ამის პროგნოზებიც